მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გრძნობებს ვიწვევ მასში. დღეს გვექნება გაშლა 3 პოზიციაზე. როგორც ყოველთვის, პოზიციას ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც მას რთავთ და უსმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. პირადი კონსულტაციისთვის მესენჯერში დამიკავშირდით. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველში. და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ის ადამიანი, თქვათ მისი სახელი, ვისაც გინდათ, რომ დღეს კარტმა გვიპასუხოს და დავიწყოთ პირველი პოზიციით და გავიგოთ, რა გრძნობებს იწვევთ მასში. თუ ახლა ამ პიროვნებასთან ხართ უკვე ურთიერთობაში, ეს ადამიანი დაინტერესებული არის თქვენთან სამომავლო გეგმების დაწყობაზე და რატო? ურთიერთობაში ამ ადამიანმა უკვე ბევრი, ასე ვთქვათ, ბევრი ემოცია გაიარა თქვენთან ერთად, დარწმუნებული არის, რომ გრძნობები ნამდვილია, დარწმუნებული არის თქვენს გრძნობებში, თავის გრძნობებში, ჩამოყალიბებული არის და გრძნობს, რომ თქვენთან კომფორტია, სიყვარულია, ვნება, ყველაფერი აქვს, რაც ურთიერთობაში მას ჭირდებოდა და უნდოდა და აქედან გამომდინარე მისი გრძნობები თქვენთამი არის ძალიან დადებითი, ყველაფერი კარგად არის და პირიქით განვითარებაზე ფიქრობს, მაგრამ თუ ახლა ამ ადამიანთან წყვილში ესე არ ხართ და ასე ვთქვათ, ან ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდით, როგორ ურთიერთობაში ხართ და ამ შემთხვევაში გაინტერესებთ რა გრძნობებს იწვევთ ამ ადამიანს, ან ახალი ნაცნობი არის, ან ყოველ შემთხვევაში გარკვეული ურთიერთობა არ არის. აქ ადამიანს ძალიან დიდი ინტერესი აქვს თქვენს მიმართ, ძალიან დიდი სურვილები აქვს, რომ უკეთ გაგიცნოთ, ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მოიპოვოს თქვენზე წვდომა. ეს შეიძლება იყოს სექსუალური ურთიერთობა, შეიძლება იყოს უფრო ცივი თამამი ურთიერთობის სურვილები ჰქონდეს და ამის უფლების მოპოვებას ძალიან ცდილობდეს და გრძნობები ისეთი აქვს, რომ გამოგარჩიათ სხვადასხვა კონტაქტი ჰქონდა, გამოგარჩიათ სხვა ადამიანებისგან და თქვენთან უფრო მეტი მსგავსება, თქვენთან უფრო მეტი ვნება, თქვენთან უფრო მეტი ემოცია დაინახა, ვიდრე სხვა დანარჩენთან და თქვენთან დაახლოების სურვილი აქვს. მაგრამ შეიძლება ამ ეტაპზე უფრო თქვენ შორის იყოს რაღაცა ფლირტი, თამაშები, მოწონება, რაღაცა მსუბუქი გამოწვევები, რაღაცა ლამაზი ტექსტები შეიძლება იყოს და მასში ძალიან დიდ ინტერესს აღწევთ, როგორც ვთქვათ, სექსუალურ პარტნიორს, ხო, ეს ნამდვილად არის მისი მხრიდან. თქვენც გაქვთ იგივე ინტერესი მისი მისამართით, თქვენც შეიძლება ბოლომდე არ უმჟღავნებთ რაღაც გეგმებს ან ემოციებს, მაგრამ თქვენც თამაშით ან რაღაც მინიშნებებით უგზავნით ისეთ ენერგიას, რომ ეს ადამიანი უფრო ინტერესდება, რომ თქვენთან ჩადოს ძალისხმევა და ურთიერთობაში იყოს მუდმივად როგორი ხალისიანი ან რაღაცა ემოცია შემოიტანოს, რაღაცა შემოთავაზება შემოიტანოს, შეხვედრის სურვილი ჰქონდეს, მაგრამ თითქოს ბოლომდე მაინც არ ახსნებით ერთმანეთს. რა გრძნობებს იწვევთ მასში? ეს ადამიანი მუდმივად ფიქრობს შეხვედრაზე. ამ ადამიანს სურს თქვენთან მარტო დარჩენა, ამ ადამიანს სურს თქვენთან განმარტოვება, ლაპარაკი, თითქოს ესეთი გრძნობა აქვს, რომ არ ვიცი, ახლა შეიძლება ისეთ გარემოში ხვდებით, რომ მუდმივად სხვა ხალხიც ტრიალებს და სულ ერთი სული აქვს ხოლმე, რომ მარტო სადმე დაგინახოთ და ის მარტოობა გამოიყენოს, რომ უფრო მოგიახლოვდეთ, აი ამ პირისპირ დარჩენი, როდესაც პირისპირ რჩებით ერთმანეთთან, თითქოს რაღაცა უნდა მოასწროს, ან იმ მომენტს ეძებს ხოლმე, რომ
გამოიყენოს, ან შეიძლება მუდმივად გქონდეს ის მომენტი, რომ გზაზე ეფიქრებოდეს, მუდმივად მის ფიქრებში და ღამის ფიქრებში ან სიზმრებში გქონდეს ესეთი მომენტები, რომ თქვენთან მოდის, თქვენთან ატარებს დროს. შეიძლება აქ იყოს ურთიერთობა, სადაც ბევრ ხალხთან გიწევთ კომუნიკაცია და ესე თამამი ურთიერთობა არ გაქვთ საზოგადოებაში, ან შეიძლება იყოს მომენტი, რომ პატარა მანძილზეც იყოს ხოლმე ეს ადამიანი და თქვენთან მოსასვლელად რაღაც გზის გავლა სჭირდება. ყოველ შემთხვევაში მისი ემოციები და გრძნობები, რა გრძნობებს იწვევთ მასში, კიდევ ერთხელ ამბობ, თუ ხართ წყვილში ამ პიროვნებას პირიქით სურს, რომ სხვადასხვა უფრო გაღრმავდეს თქვენი ურთიერთობა და თulis რომ თქვენთან ზუსტად ის იპოვა, რაც ურთიერთობაში უნდა და ჯანსაღი ურთიერთობა აქვს თქვენთან. თუ ჯერ კიდევ არ არის გამჟღავნებული თუ რა კავშირში ხართ, აქ ადამიანი დაინტრიგებულია და უფრო მეტის მიღება სურს თქვენთან და ემოციები მძლავრად აქვს და გამოგარჩევთ ყველა დანარჩენი თაყვანისმცემლისგან, ვინც მას ყავს. დაგემშვიდობებით. ნახოთ ახლა მეორე პოზიციაზე, რას გეტყვის კარტი და ვნახოთ თქვენ ვისაც ფიქრობთ, რა გრძნობებს იწვევთ მასში. ამ ადამიანს დაუბრუნდა იმის სურვილი, რომ კარგად ჩაიცვას, იყოს მუდმივად მოწესრიგებული, დატოვოს კარგი შთაბეჭდილება. აქ არის რაღაც პიროვნების შინაგანი ემოცია, შინაგანი გამოღვიძება იმისა, რომ მუდმივად გამოიყურებოდეს მზადყოფნაში, რომ თავი მოგაწონოთ. გეპრანჭებათ, თქვენს გამო შეიძლება ლამაზ ფოტოებს იღებს, ან თქვენს გამო რაღაცას ისეც აკეთებს, რომ ყურადღება მიიქციოს. მუდმივად შეიძლება საუბრობდეს შეხვედრებზე, შემოგთავაზოთ, ინიციატივიანი გახდეს, ან მოგიყვეთ ისეთ ისტორიებს, სადაც თვითონ ან გამარჯვებული, ან რაღაც წარმატებები ახსენდება, ან შეიძლება ესეთი მომენტები გაიხსენოს, სადაც თავს ძლიერად მიიჩნევს, ან მიღწევებზე გელაპარაკოთ. ყოველ შემთხვევაში მისი ემოციები მიმართული არის, რომ წარმოაჩინოს თავი, თქვენს თვალში უფრო მაგარი გამოჩნდეს, მაგარი ტიპი გამოჩნდეს, ვიდრე ან არის, მაგრამ თუ ისედაც ესეთი წარმატებული ადამიანი არის, თავის მიღწევებს უფრო მკაფიოდ გაუსვას ხაზი და ეს არის ადამიანის ემოცია, როდესაც სურს, რომ თავის თავზე ძალიან ბევრი ილაპარაკოს და უფრო მეტად დაგაინტერესოთ თავი, უფრო მეტად დაგიმტკიცოთ, რომ თქვენი ღირსია, რომ ურთიერთობაში თვითონაც წონა აქვს და ასე შემდეგ, ხო? კიდევ აქ შეიძლება იყოს ინტერნეტ სივრცეში გაცნობილი ადამიანი, მაგრამ დააკვირდით მის სოციალურ წრეს და გვერდს, იმიტომ რომ აუცილებლად ყველა კითხვაზე თუ რა გრძნობებს იწვევთ მასში, მისი სოციალური საიტი გაგცემთ პასუხს და რატომ? იმიტომ რომ იქ ძალიან აქტიური არის, ან რაც თქვენ დაგამატათ, ან რაც თქვენ არსებობთ მის ცხოვრებაში, უფრო მეტად გააქტიურებული, ან რაღაცა თავის წარმოჩენას დაიწყებს, ან რაღაცა პოსტებით მიგახვედრებთ, ან შეიძლება თვითონაც აქ ხედავ, რომ ადამიანის ხარტია ემოციურია, გრძნობებს არ იკავებს, თუ რამის თქმა უნდა, დარეკავს, თუ რამის ასე ვთქვათ, გამჟღავნება უნდა მოგწერთ, აქ არ არის ესეთი სიტუაციუნწი ადამიანის ენერგია, უბრალოდ მისი სალაპარაკო და ასე ვთქვათ, სასიყვარულო რომანტიკული სივრცე თითქოს უფრო სოციალური ქსელები არის, ამჟამად მაინც თქვენს მიმართ, ვიდრე პირდაპირ შეხვედრა, თუმცა შეიძლება ქალაქები გაშორებთ და აქედან გამომდინარე იყოს ეს ყველაფერი. მაგრამ აქ თუ ახალი ნაცნობი არის, ძალიან კარგი სტარტი არის, იმიტომ რომ ადამიანში, ასე ვთქვათ, მიძინებული ვნებები და მიძინებული სურვილები გამოაღვიძეთ და უფრო გამოცოცხლდა და მის ცხოვრებას აზრი მიეცა და სტიმული ხართ მისთვის, თუ ძველი ნაცნობი არის, მაინც იგივე მოხდით
აგრძელებს თქვენს მოხიბლას და მუდმივად უნდა ხოლმე რომ ძალიან კარგად გამოიყურებოდეს და თქვენგან რაღაც შექება ან კომპლიმენტი მიიღოს და მაშინ ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს თავს და მე ვფიქრობ აქ ადამიანი ძალიან მოწადინებული არის რომ თქვენ მას აირჩევთ. შეიძლება ესეთი მომენტი აქვს რომ ფიქრობს რომ კონკურენტები ყავს და უნდა რომ სხვები ჩამოიშოროს, ესეც შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში აქ დიდი ძალისხმევა და დიდი მონდომება აქვს ამ პიროვნებას თქვენს მიმართ. დაგემშვიდობებით, მეორეებო, გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით. და მოდი ვნახოთ თქვენ შემთხვევაში, რა გრძნობებს იწვევთ იმ პიროვნებაში, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. აქ პიროვნება გთვლით, რომ ხართ ძალიან სანდო, შემდგარი, გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი, რომელიც მარტივ მანიპულაციებს არამს თუ არ წამოეგება, უბრალოდ ახლოსაც კი არ მეუშვებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც არასერიოზულები არიან, ან ცხოვრებას არასერიოზულად უყურებენ, ან რამე მიზნები თუ არ აქვთ თქვენთვის ესეთი კატეგორიის ადამიანები ინტერესს ვერ გამოიწვევენ. აქედან გამომდინარე, აქ კი გრძნობებზე ვიკითხეთ, მაგრამ ეს პიროვნება სერიოზულად გიყურებთ, თქვენთან ურთიერთობას სერიოზული თვალით უყურებს, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ ამისთვის თვითონაც რაღაცას უნდა წარმოადგენთ, ესე უხეშად რომ ვთქვათ, რადგან თქვენთან დასაახლოვებელი და მოსასვლელი გზები ესეთი მარტივი არ არის და თუ მოვა, აუცილებლად უნდა მოვიდა სერიოზულად და სხვანაირი ფორმატი ან სხვანაირი მიდგომა ან მოპყრობა თქვენთვის იქნება თქვენ მაშინვე უარყოფთ, ანუ არ წახვალთ რაღაცა კომპრომისებზე. პირდაპირ რომ თქვა. აქედან გამომდინარე, აქ ადამიანი გაცნობიერებულად მოდის თქვენთან. გაცნობიერებული ურთიერთობა არის, უკვე სერიოზული მიზნები არის, ხედვები არის და ხვდება რომ თქვენთან თამაშების და ასე ვთქვათ, დროის კარგვის მომენტები არ იქნება. ვფიქრობ, რომ თუ თქვენ ყურადღებას აქცევთ და უკვე დაიახლოვეთ ამას აფასებს, რადგან იცის რომ ძალიან ბევრს სურს ეს, მაგრამ შანსები არ აქვთ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, აი აქ უფრო ზრდასრული ადამიანების ურთიერთობას გავს მესამე პოზიცია, როდესაც ძალიან ბევრი გამოიარეს წინა ურთიერთობებში, ბევრჯერ ეტკინათ, ან რაღაცა იმედგაცრუებები ნახეს თქვენს ამ პიროვნებამაც და ახლა უფრო სხვა ასე ვთქვათ, ღირებულებებს უყურებთ ადამიანში, გარდა იმისა, რომ მუცელში მყავს თუ არა პეპლები, არა. აქ უფრო სხვანაირად აღიქვავთ პარტნიორის მოთხოვნილებებს, ანუ პარტნიორობას, თუნდაც რაღაცა ვალდებულებას, უფრო სხვანაირი თვალით უყურებთ თქვენს და ის ადამიანიც. აქ არის რაღაცა გაწონასწორებული სიტუაცია, როდესაც მხოლოდ გული არ მართავს ამ ურთიერთობას, გონებაც აქტიურად არის ჩართული. ოცნებებში არ ხართ, ორივე მიცით რა არის რეალობა, რა არის ფანტაზია. თქვენ მასში იწვევთ აღფრთოვანებას, თქვენ მასში იწვევთ იმის სურვილს, რომ მოგცეთ რესურსი, იმით უმეტეს თქვენს გაქვთ ეს რესურსი, მაგრამ რაღაცაში მხარში დაგიდგეთ. თქვენი მიღწევებს ხელი არ შეუშალოს პირიქით განვითარებაში, დაგეხმაროთ. თქვენით იამაყოს, აი ესეთი მომენტები აქვს. ორივეს გეშინიათ იმედგაცრუების. ნახეთ როგორი სიტუაცია არის, თუ ყოფილი პარტნიორი ჩაიფიქრეთ, გულის სიღრმეში თქვენი განვითარება და თქვენი, ასე ვთქვათ, შემდგარი დღევანდელი ცხოვრება
მას აღაფრთოვანებს და აღიარებს, რომ ძალიან ბევრი მიღწევა გაქვთ, მაგრამ ახლა ხვდება, რომ ეს მისთვის კარგი არ არის, იმიტომ რომ რაც უფრო წინ წახვედით თქვენთან მოსასვლელი გზები ყოფილის შემთხვევაში უფრო ძნელი იქნება თუ თვითონაც არ განვითარდა და თქვენს დონეზე არ მოვიდა, იმიტომ რომ რა შემოგთავაზოთ რთული იქნება. თუ ახლაც ურთიერთობაში ხართ და კომუნიკაცია გაქვთ ადამიანთან, აქ მეორე კარტი გვეუბნება ასეთ ინფორმაციას, რომ ორივეს თითქოს აი ახლა ერთმანეთს ირჩევთ, ერთმანეთისკენ მყარნაბიჯებს დგავთ, ურთიერთობას ფუნდამენტს და საძირკველს უმზადებთ, მაგრამ ორივეს გეშინიათ, რომ ღრმა ემოციებში შეიჭრათ, რადგან გაქვთ ძალიან მტკივნეული გამოცდილებები და უფრო მეტად ცდილობთ, რომ უსაფრთხო პარტნიორები შეარჩიოთ და უსაფრთხო გარემო შექმნათ და მერე შეგიყვარდეთ, ვიდრე ჯერ შეგიყვარდეთ და მერე ყველაფერი თავდაყირა დადგეს და ისე არ წავიდეს როგორც დაგეგმილი გაქვთ, ხო? აი რაღაცა ესეთი სიტუაცია არის, აქ არის თითქოს ერთმანეთს შანსებს აძლევთ, ძალიან მოგწონთ ერთმანეთი, გიზიდავთ ერთმანეთი, მაგრამ ჯერჯერობით თავდაკარგული გრძნობები და სიყვარული არ არის, რადგან გაქვთ წარე გამოცდილება, რომ სიყვარულს მოაქვს მტკივილი. ეს ორივეს თითქოს შეიძლება ერთნაირი ისტორია გაქვთ, ან ორივე ახალი დაშორებულები ხართ და დიდი ტოქსიკური ურთიერთობის შემდეგ ახლა ცდილობთ ახალი ურთიერთობის დაწყებას და რაღაცა სიფრთხილით ეკიდებით. თუმცა ძალიან დიდი პატივისცემა და ასე ვთქვათ, გააზრებული ნაბიჯები იქნება ამ პიროვნებისგან თქვენს მიმართ და მასში იწვევთ ისეთ გრძნობას, რომ გცემთ ძალიან დიდ პატივს. მე დაგემშვიდობებით. რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.